ვინაიდან და რადგანაც ძალიან უმტიფრები ხართ ეს კოცები, მოდი ახლა 1-2 სიტყვას გეტყვით და საბოლოოდ თქვენზე დავასრულოთ საუბარი, იმიტომ რომ მე გონიათ რომ რაღაცას წარმოადგენთ, თავში გივარდებათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე საქართველოზე საუბარს დავასრულებ და არ ვიტყვი რა მდგომარეობაა საქართველოში. პირველ რიგში იმ კოცებს მინდა მოგმართოთ ემიგრაციაში ვინცხოვრობ, ძალიან ბევრი კომენტარებში შემომივარდით ის კოცები, რომლებიც აქ ამერიკაში ჩემთან ერთად ცხოვრობთ, ის კოცები, რომლებიც ემიგრაციაში ხართ წასულები, არ ბრუნდებით საქართველოში, მაგრამ ამბობთ რომ საქართველო დღეს ძალიან მაგარი ქვეყანაა, კარგი თავრობა გვყავს და არ გინდათ ქართველებისთვის კარგი, ქართველებისთვის და საქართველოსთვის გინდათ რუსეთი, მაგრამ თქვენ არ ბრუნდებით. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც დატოლების პრინციპით ცხოვრობთ. თქვენ ხართ ხამები, რომლებიც წავიდნენ ემიგრაციაში, იყიდეს საქართველოში სახლები, გაარემონტეს და ააშენეს რაიონებში სახლები და გგონიათ რომ ამით ვიღაცაზე მეტი ხართ. თქვენ არ გინდათ რომ ის ადამიანები, რომლებიც დარჩნენ საქართველოში საცხოვრებლად, ცხოვრობდნენ თქვენნაირად ან თქვენზე უკეთესად, რადგან მე გგონიათ რომ ვეღარავის შეახარბებთ ვერაფერს. ეს არის 2x2 4. კოცებს მინდა კითხოთ იმ კოცებს, რომლებიც საქართველოში ხართ დარჩენილი, რატომ არის რომ ყველა ქართველი ჩინოვნიკი საქართველოდან საზღვარგარეთ უშვებს თავის შვილს სასწავლად და საცხოვრებლად. უბრალოდ ამ კითხვაზე გამეცით პასუხი. როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს განათლების სისტემაზე და თქვენ მეუბნებით რომ საქართველოში კარგი განათლების სისტემაა, პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ 100 კაციდან 3 კაცს გამოაქვს ვიდეოს ნახვის დროს აზრი. 100 კაციდან 3 კაცს გამოაქვს წაკითხულიდან აზრი. ეს იმის ბრალია რომ საქართველოში ნასწავლი და საქართველოში მიღებული განათლებით ადამიანები ტვინს ვერ ავარჯიშებენ. საბჭოთა კავშირში სწორედ ის მიდგომები იყო, რაც დღეს საქართველოში. საბჭოთა კავშირში ყოველთვის ამბობდნენ, რომ ამერიკა და ევროპა იყო ცუდი, მაგრამ საბჭოთა კავშირი იყო საუკეთესო. ზუსტად ეს მიდგომაა დღეს საქართველოში. კოცებს აქვთ ეს მიდგომა, იმიტომ რომ კოცები არიან რუსები, რუსეთის მოტრფიალე. რატომ არის ყველაზე მეტი კოცი ხანში შესული? იმიტომ რომ მათ ნაცხოვრები აქვთ საბჭოთა კავშირში, მეტი ნანახი არ აქვთ არაფერი და უბრალოდ იმიტომ რომ ტელევიზორში ამბობენ რომ ამერიკა და ევროპა ცუდია და ისინი უყურებენ იმ არხებს, სადაც ამას ამბობენ, მათ ანუ შენ რომ ეტყვი, სიტყვაზე შენ როცა ხარ მისი მეზობელი, ნათესავი, შენ რომ ეტყვი, შენ არ დაგიჯერებენ. აუცილებლად დაუჯერებენ იმედის ტელევიზიას, რომელიც ეუბნება რომ ევროპა და ამერიკა ცუდია. ამ ადამიანებს ნანახი არ აქვთ ევროპა და ამერიკა, მაგრამ არ მოწონთ ეზიზღებათ ის, რაც ნანახი არ აქვთ. თქვენ ვერ იტანთ ემიგრანტებს, საქართველოში დარჩენილი ქართველების ნაწილი, რომლებიც ხართ კოცები. იმიტომ რომ თქვენ გგონიათ რომ თქვენი გადმოსახედიდან იმ ქართველებმა, რომლებმაც დატოვეს ქვეყანა, გადაირჩინეს თავი. დიახ, პირდაპირ გეუბნებით, მე გადავარჩინე ჩემი შვილები თქვენაირ საზოგადოებაში ცხოვრებას. მე გადავარჩინე ჩემი შვილები მონობას და მე გადავარჩინე ჩემი შვილები რუსეთში გაზრდას. აი ესე პირდაპირ გეუბნებით. დიახ, თქვენ მართლები ხართ. რატომ ეწინააღმდეგებით თქვენს თავს? რეალურად ყველა კარგად ხედავთ და ხვდებით საქართველოში რა მდგომარეობაა. მაგრამ მაინც ეწინააღმდეგებით თქვენ თავს, იმიტომ რომ თქვენ გეზარებათ ხელის განძრევა, თქვენ გეზარებათ გარეთ გამოსვლა, თქვენ გეზარებათ წინააღმდეგობის გაწევა. როგორ შეიძლება თქვენაირ ადამიანებს უყვარდეთ ქვეყანა? როგორ შეიძლება თქვენაირმა ადამიანებმა თქვან რომ ქვეყანა გვიყვარსო? თქვენ ქვეყანა არ გიყვართ. თქვენ სამშობლო არ გიყვართ. თქვენ ამბობთ დღეს რომ საქართველო კარგ მდგომარეობაშია. საქართველო არასოდეს არ ყოფილა ისეთ ცუდ მდგომარეობაში, როგორც არის ახლა. სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ რომ საქართველო არის ცუდ მდგომარეობაში და სჭირდება შველა, უყვართ ქვეყანა. თქვენგან განსხვავებით. თქვენ ხართ რეალობას აცდენილები. არც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს ჩემთვის ცუდი კომენტარი არ დაუწერია, მაშინ, როდესაც ვთქვი, რომ საქართველო დღეს ძალიან ცუდი ქვეყანაა. არც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს მე არ გავულანძღევარ. თქვენ იცით რატომ ვლანძღავთ? იმიტომ რომ სიმართლეა და ღიზიანდებით ამაზე. კიდევ ერთხელ გეუბნებით, თქვენ საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით. გაიხედეთ ხალხო, გარეთ 21 საუკუნეა. რა დროს ბუნები ტრიპაჩია, რა დროს საჭმელები ტრიპაჩია ხალხო. რა საჭმელი, რა ბუნება და რა სადღე გრძელოები მართლა. გაიხედეთ გარეთ რა ხდება, გადართეთ სხვა არხებზე. მე არ ვიცი, საქართველო არასოდეს არ ყოფილა ესეთ ცუდ მდგომარეობაში, რაც ეხლა.
ძალიან დიდი ბოდიში, რომ მე არ მინდოდა იმ საზოგადოებაში გაზრდილიყვნენ ჩემი შვილები, როგორი საზოგადოებას თქვენ ხართ, რომელიც ახალისებს ძალადობას. ძალიან დიდი ბოდიში, რომ ბრაზდები საქართველოში არსებულ მდგომარეობას და ძალიან დიდი ბოდიში, რომ მინდა, რომ საქართველო კარგი ქვეყანა იყოს. ძალიან დიდი ბოდიში. თავში ქვა გიხლიათ, თუ არ მოგწონთ ის, რაც კარგია და ცუდი გინდათ, თავში ქვა გიხლიათ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ღირსები ხართ. ეხლანა ყველა პროექტი გაჩერდა, რაც საქართველოში არსებობდა. ღირსები ხართ ყველა ის ადამიანი, რომელიც საქართველოსთვის კარგ საქმეს აკეთებს. ღირსები ხართ ყველა ის ქართველი, რომელსაც თავში ტვინი აქვს წავიდეს ქვეყნიდან და მარტო ქოცები დარჩეთ. მარტო ქოცები დარჩეთ, რომ აი ეს ჯოხი თქვენზე გადატყდეს მხოლოდ. სიღარიბე მერე ნახეთ, თქვენი გონება კუჭოზე გადის, კიდევ ერთხელ გეუბნებით, თქვენ მხოლოდ საჭმლის ჭამა გგონიათ ცხოვრება. არაფერი ნანახი არ გაქვთ ამ ქვეყანაზე. თქვენ საქართველო არ გიყვართ, თქვენ გიყვართ ხეთქვა საჭმლის. თქვენ საქართველო არ გიყვართ, არც ერთ ქოცს არ უყვართ საქართველო. თქვენ რომ საქართველო გიყვარდეთ, მაშინ აღიარებდით, რომ დღეს საქართველოში ძალიან ცუდი მდგომარეობაა და ქვეყანა შველა სჭირდება. რატომ არ უყვართ ჯენზები? იმიტომ არ უყვართ, რომ ჯენზები ეწინააღმდეგებიან და თქვენ იცით რატომ უყვარხართ, თქვენ მონები ხართ მათი. რატომ არ უნდათ რომ განათლებული იყოს ხალხი? იმიტომ რომ გაუნათლებელი ხალხის მართვა მარტივია. რატო ვერ იტანენ ჯენზებს? იმიტომ რომ ჯენზები თავისუფლებაში გაზრდილი ბავშვები არიან. იმიტომ ვერ იტანენ ჯენზებს, რომ თავში ტვინი აქვთ ჯენზებს და იმდენს ხვდებიან, რომ მონებად არ უნდა იცხოვრონ. ამით დავასრულოთ თქვენზე საუბარი. თქვენ არაფერს აღარ წარმოადგენთ საერთოდ. თქვენ არა ადამიანები ხართ. რაზე უნდა გელაპარაკოთ ადამიანს, როდესაც მეორე ადამიანს კლავენ ცემაში, კომენტარები წაიკითხეთ. რა ნაცების დრო ხალხო, ნაცების დროს ხალხი ჭკუიდან იყო გადასული. რა მნიშვნელობა აქვს ის ცოცხები დადგმული იყო თუ არა? ხო გადავირიეთ და გავგიჟდი და კუჩაში ხალხი გამოვიდა ამის გამო. მაშინ ხალხი ჭკუიდან იყო გადასული, ერთმანეთს ვეუბნებოდით ესენი ვინ ყოფილანო? რა ნაცები, რას ადარებთ თავს? კომენტარებში შედით, ყოველი მეორე კომენტარი ძალადობის ახალისებაა. რაზე მელაპარაკებით საერთოდ? რა ქვეყანაზე მელაპარაკებით? კრიმინალების ბუდეა ქვეყანა.